ავერსის კლინიკა. წამყვანი მრავალპროფილური დაწესებულება საქართველოში. დილამ შვიდობის კიდევ ერთხელ ვაგრძელებთ დილის პალიტრას, რა თქმა უნდა და დავბრუნდით სტუდიაში უკვე მომდევნო სტუმართან ერთად. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ Green Light Consulting-ის დამფუძნებელი დავით მესხიშვილი. უმნიშვნელოვანესი თემით ნამდვილად. ეს არის საცობების პრობლემა და თუ არაერთი საკითხით ყოფილა ჩვენთან სტუმრად, თუმცა დღეს უშუალოდ საცობებზე გავამახვილებთ დათო ყურადღებას, მოგესალმებით. დილამ შვიდობისა, მადლობა. მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი დილიდან. რა ხდება? რატომ ვართ მუდმივად აემდენი ასეთი პრობლემების წინაშე? ეს აღარ არის უკვე პიკის საათი. დღის ნებისმიერ მონაკვეთში თბილისში მოძრაობა არის ძალიან რთული, ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელიც. რასთან გვაქვს საქმე? ხო იცით, ჩვენ ახლა დაახლოებით ვიმყოფებით რთველის პერიოდში, ანუ ის რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე, როდესაც ასე ვთქვათ, ჩვენ ვევწყეთ ამ ქალაქის ბედს, რასაც ვაკეთებდით, ესე ცოტა პირველ პირში რომ გადავიტანოთ საუბარი, იმის შედეგებია ახლა ეს, ანუ იმას ვიმკით და იმის მოსავალს ვიღებთ და ეს ძირითადად უკავშირდებოდა ქაოტური ურბანული განაშენიანება, იმიტომ რომ ავტომობილები ციდან არ ცვივა, ის მოყვება რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და მოყვება ძირითადად არასწორ ქაოტურ ურბანულ განაშენიანებს, მაგალითად ისეც, როგორიც ჩვენ გვაქვს სპორტის სასახლესთან, როგორიც ჩვენ გვაქვს ჟვანიას ქუჩაზე, სადაც 4 მეტრის სიგანის გზაზე არის ორმხრივად, ხო, მრავალსართულიანი კორპუსები, არც პარკირების ადგილია გამოყოფილი მათთვის, ხო, არც ტროტუარია, რომ უსაფრთხოდ გადაადგეს. ანუ აი ესეთი განაშენიანებებს აქვს პრობლემა და კიდევ მთავარი რა არის, რომ როდესაც სამშენებლო ნებართვები გაიცემა ისეთ ადგილებზე, აი იგივე მრავალბინიანი კორპუსებზე, სადაც ვერ მიაწვდი შენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტომატურად ეს ხალხი იქ რო შესახდება, რაღაცით ხო უნდა იმოძრავა და ეს იწვევს მერე ავტომობილების რაოდენობის ზრდას, თან ისეთ უბნებში და ისეთ გზებზე, სადაც გზის გამტარუნარიანობა კი არა და უკვე ფეხით გადაადგილებას კი პრობლემაა. აი ეს ძირითადად ამას მოყვება ერთი, მეორე არ უნდა დაგვავიწყდეს გარკვეული ფაქტორებიც, იგივე ის, რომ ავტოპარკის რაოდენობა მზარდია ყოველწლიურად, დაახლოებით 7-8%-ით. დღეს ჩვენ გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი ავტომოტოტრანსპორტის 1,700,000-მდე არის ავტომობილების რაოდენობა, პრაქტიკულად ყოველ მეორე ადამიანი, ასე ვთქვათ, ავტომობილით სარგებლობს. აქ პრობლემა არ იქნებოდა თვითონ რაოდენობა, რომ არა მათი გამოყენების კოეფიციენტი, ანუ უფრო მეტი ავტომობილიც არის მაგალითად ევროპულ დედაქალაქებში, თუმცა სამუშაო დღეებში ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტს სარგებლობენ და უფრო მეტად ჩაბატკვირას გამოიყენება ეს კერძო ტრანსპორტი, იმიტომ რომ ოჯახთან ერთად გახვიდა და უშენ ქალაქგარეთ დასასვენებელი ფუნქცია უფრო მეტად აქვს და არა ყოველდღიური და ჩვენთან კვლევები გვაჩვენებს, რომ ძალიან მაღალია ეს კოეფიციენტი, მაგალითად იგივე 1 კილომეტრის გასავლელად თუ კილომეტრი ნახევარი თუ 2 კილომეტრის გასავლელად გამოიყენება კერძო ავტომობილი. ესეც მიზეზია. ქუჩის მაგალითზე მე შემიძლია ვისაუბრო, ყოველ საღამოს ვაწყდები ამ პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში ვცხოვრობ და თავიდანვე არის ჩემი კორპუსი, აი ზევით ხდება. არ ვიცი, აი წარმოუდგენელი ამბავია, ტროტუარზეც ხომ საერთოდ ბავშვს აი უბრალოდ ვერც გაასეირნებ, იმიტომ რომ ყველა მხრიდან მანქანის ხო, ანუ საცობზე წინ დგება უსაფრთხოების საკითხები და არა მარტო მათ ბევრგან და ჩვენ ძალიან ხშირად აქცენტს ვაკეთებთ დედაქალაქზე. დედაქალაქს აქვს თავის პრობლემები იმ მხრივ, რომ პრაქტიკულად მთელი საქართველოს, რა ვიცი, მესამედი, ხო, არის დედაქალაქში. ამიტომ ეს ძალიან ბევრია. ამ ქალაქის ინფრასტრუქტურა, ამ ქალაქის გამტარუნარიანობა არ ყოფილა არასდროს გათვალისწინებული, მათ შორის მაშინაც, როდესაც ინფრასტრუქტურა აშენდებოდა კომუნისტების დროს, ხო, მაგალითად აი საგზაო ინფრასტრუქტურა, ასეთ დატვირთვაზე ეს ქალაქი გათვლილი არ ყოფილა, ამასაც აქვს თავისი შედეგები ახლა, ხო, ამხელა დატვირთვა წამოვიდა. ამიტომ ჩვენ ხშირად გვავიწყდება ასევე ბათუმის საკითხი, ხშირად დედაქალაქზე ვსაუბრობთ, მაგრამ ბათუმში არანაკლებ პრობლემებს ვხვდებით, ხო? და იქ სადაც ჩვენ ყველანი ერთად ერთდროულად მივდივართ ხოლმე, ყველგან პრობლემა ესეც არის გასათვალისწინებელი. დათო, სად არის გამოსავალი ამ შემთხვევაში? ნუ აი ამ კორპუსებს მაცხოვრებელს რა თქმა უნდა ვერ შეეხება და უკვე ასეთი მოცემულობა გვაქვს.
შეიძლება რამენაირად რომ განიტვირთოს ეს ყველაფერი? შეიძლება. აბსოლუტურად შესაძლებელია. გითხარი როგორ? აბსოლუტურად შესაძლებელია, სხვათა შორის მერიასთან და მერიაშიც გვაქვს ხოლმე კონსულტაციები, ვსაუბრობთ. გამოსავალი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში ეს ცალსახად. ხშირად აკრიტიკებენ დღეს მერიას ავტობუსების ზოლების გამო და მე ვფიქრობ, რომ ეს ზუსტად ის საკითხია, სადაც არ უნდა გავაკრიტიკოთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ავტომობილების რაოდენობა ისე გაიზარდა, რომ ავტობუსის ზოლი რო არ ყოფილიყო, ხა ვიღაცა ფიქრობს, რომ ეს ჩემი ზოლი იქნებოდა და გავივლიდი, ხო? ეს ეს არ არის. ხო, 10 ზოლიც რო იყოს, მაინც აცოს მივიღებდით, ესე არ არის, არ ითვლება ეს მარტივად შეიძლება ეს წარმოიდგინო, მაგრამ ეგრე არ ხდება. და მერიას ეკნებოდა შემდეგ ესე ვთქვათ ძალიან სერიოზული პრობლემა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იჭედება საცობში, ის ვეღარ მიდის დანიშნულების ადგილზე. მაგალითად, ჩვენც ვეუბნებოდით, რომ იქნებ გავზარდოთ ავტობუსების რაოდენობა. ავტობუსების რაოდენობას თუ გაზრდი და ის მაინც საცობში იქნება, აზრი აღარ აქვს, ხო? ან მგზავრები გროვდება, კონცენტრირდება, მის გადაყვანას ვეღარ ახერხებს. ასე რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა კი, მაგრამ პირველ რიგში ამ ტრანსპორტის დახსნა საცობებისგან არის მთავარი ამოცანა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იდგეს საცობებში და შემდეგ უკვე მოწოდება რომ გადადით დაუშვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, უფრო ლოგიკურიც იქნება, შესაძლებელიც იქნება. ხო, მთავარი ერთი რომ ჩვენ გავცდით მუნიციპალიტეტების კომპეტენციას უკვე ამ პრობლემის გადაჭრის გზაზე და იგივე ბათუმის შემთხვევაშიც რა, ხო, ავტოპარკის მართვა არ ხდება, ანუ სახელმწიფო პროგრამა უნდა არსებობდეს ავტოპარკის მართვის. შენ რომ, ესე იგი, გეზრდება რაოდენობა, გეზრდება, ჯერ ერთი კვლევა, რატო იზრდება ასე. სწრაფად რაოდენობა, რა იწევს ამას. შემდეგ ჩვენ გვაქვს ის, რომ მომრავლებულ ავტომობილებს მართვა სჭირდება, ხო, ისინი ხომ მოძრაობენ და უნდა არსებობდეს მართვის სისტემა, რომელიც ჯერჯერობით არ არის, ამ საავტომობილო ნაკადებს სჭირდება მართვა. ის დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმართავია და ეხდობა აი საგზაო მონიშნებს, კი ბატონო, საგზაო მონიშნებს, მაგრამ საკმარისი არ არის. აი მაგალითად გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, თუ არ ვცდები გერმანიის განვითარების ბანკის მიერ შარშან გაკეთდა, ასე ვთქვათ, განცხადებები, რასაც ჩვენ ძალიან მივესალმებით, ეს უკავშირდება ჭკვიან სისტემას საავტომობილო ნაკადების მართვის. ანუ ჭკვიანი სისტემა ნიშნავს იმას, რომ იგივე შუქნიშნები არის ჩართული ამ პროცესში, აი თქვენ ხო გინახავთ იგივე ქალაქში, რომ არაფერი არ მოძრაობს და მაინც წითელია. ან ისე დროს ირთვება მწვანე, რომ უბრალოდ ფიზიკურადაც რომ ზგინდოდეთ წასვლა ვერ წახვალთ, ხო? აი ამ საავტომობილო ნაკადების მართვის დარეგულირება შეუძლია ჭკვიან სისტემებს და უფრო მეტი მთავარი გამოსავალი არის smart cities კონცეფციაში. ეს არის ძვირიანი სიამოვნება, მაგრამ ჩვენ უკვე მსჯელობას უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარს. რას ნიშნავს smart cities კონცეფცია? აი მაგალითად პარკირების ადგილი, მარტივი მაგალითებით რომ მოვყვეთ, თორემ ცოტა რთული პროგრამაა. პარკირების ადგილის, როცა ეძებთ და აი მიდიხართ სადღაც და ნერვიულობთ უკვე წინასწარ, რომ აი პარკირების ადგავაჩერ და ასე. ზუსტად კი. smart cities კონცეფცია ნიშნავს იმას, რომ თქვენ წინასწარ გეცოდინებათ სად არის თავისუფალი ადგილი, როცა მიუახლოვდებით ზონას. მაგალითად დასუფთავების სამსახურის ავტომობილებმა არ უნდა იანონ ზედმეტი გადაადგილება არ უნდა ქონდეთ მათ და არ უნდა მიდიოდნენ ცარიელ ბუნკერთან მაგალითად, როცა იქ არ არის შესაბამისი ნარჩენები, ხო? ერთიანი სისტემა. ზედმეტი მობილობა მცირდება, ზედმეტი გადაადგილებები მცირდება, ანუ არასაჭირო გადაადგილებები მცირდება. ასე რომ smart cities კონცეფცია ნიშნავს უფრო ენერგოეფექტურს, ეკონომიურად ეფექტურს, ეკოლოგიურად ეფექტურ კონცეფციას, სადაც ჩვენ ზედმეტად, ასე რომ ვთქვათ, კიდევ უფრო გასაგებენაზე, ტყუილად არ ვიმოძრავებთ ქალაქში და გვეცოდინება სად მივიდეთ, როდის მივიდეთ, რატომ მივიდეთ და ეს ამას პლუს ავტომობილო ნაკადების მართვა, რაც თქვით ჩვენ, ჭკვიანი ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც ასევე სხვათა შორის კარგი ფუნქციებით არის დატვირთული, გზას უთავისუფლებს სასწრაფოს, ანუ წინასწარ ისე აკეთებს გზაჯვარედინებზე, ისე არეგულირებს მოძრაობას, რომ სასწრაფოსთვის, სახანძროსთვის ეს გზა არის დათმობილი. და არის ჩვენთან თუნდაც ძალიან მომავლის პერსპექტივა. აი ის ერთი რაც თქვით, განცხადდა უკვე. კი, აი ეს ერთი რაც თქვით, უკვე გაცხადებული არის, მე ძალიან მომწონს ეს ჭკვიანი სისტემა, ავტომატიზირებული მართვის, ავტომობილო ნაკადების მართვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, არანაკლებ მნიშვნელოვანი. კი, შუქნიშნებიც რომ იქნება ჩართული და იმედი მაქვს, რომ ეს განხორციელდება, იმიტომ რომ გარდაუვალი აუცილებლობაა რა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ხშირად თბილისში გინახავთ საპატრულო პოლიცია როგორ დგას და აბა აქედან წამოდით, იქით გადით, აქეთ გამოდით.
ესე აღარ რეგულირდება თანამედროვე. სხვადასხვა ადგილას ეს ხდება ყოველდღე. კი და თანამედროვე ცხოვრებაში ესე აღარ ხდება, ეს უკვე ავტომატიზირებულად ხდება, აღარ არის საჭირო ფიზიკური დანახარჯი და ფიზიკური რესურსი ამა თუ იმ სამსახურის. ნამდვილად. ხო, არა, მართლა წარმოუდგენელია, განსაკუთრებით ემატება მე ამას გადათხრილი ქუჩები. ხო, ახლა არის ბევრი ქუჩის რეაბილიტაცია, მიდის იმას. ანუ საავტომობილო ნაკადების მართვა არის დღეს პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად და შემდეგ გამოჩნდება გარკვეული კონტურები, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო პროგრამები უნდა არსებობდეს, რომელიც უკვე მერიების დონე ხდება, ეს უკავშირდება ავტოპარკის მართვასაც. ანუ როგორი ავტოპარკი გვაქვს, რამდენი წლის არის, ყოველწლიურად რატომ იზრდება, ვიცით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მუდმივად ამის ანალიზს და უნდა იდგმებოდეს გარკვეული ნაბიჯები, ხო, რომ ესე იგი ავტოპარკის განახლების პროგრამა უნდა არსებობდეს, განახლება ნიშნავს ახლით ძვლის ჩანაცვლებას ახლით. ბევრი პროგრამაა გასტარებული. ხო, მაგრამ ძალიან ბევრი ძველი და გაუმართავი მანქანაც მოძრაობს. ამიტომ მე არა ვარ მომხრეში, გამოვიდეთ, ეხლა ხო ხედავთ თქვენც როგორ არის სიტუაცია, რომ ძირითადად მთელი საზოგადოება ეძებს ვინმე ერთ დამნაშავეს, რომელსაც უნდა დაატეხოს მთელი რისხვა საცობის გამო. არ არის ეს სწორი ვექტორი, ეს პირიქით უფრო მეტ პრობლემებამდე მეგვიყვანს, იმარტო იმის გამო, რომ ერთი ადამიანი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენც უნდა ჩავერთოთ, ხო? 4 ავტომობილი რომ არის ერთ ოჯახში, პრობლემაა ეს. გარკვეულწილად და 4-ვე რა ერთ დროს გადის გარეთ. ესეც პრობლემაა, ხო? ან თუ გვაქვს ავტოფარეხები, კარგი იქნება თუ ხო, ის იგივე მე პარკირების ხო, პარკირებასაც პრობლემა ექნება, ხო? არის ხოთა შორის აი მე ვიყავი ჩართული ძალიან მნიშვნელოვან კვლევაში პოლონეთში სტაჟირებისას სილეზიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში. ჩვენ ვიკვლევდით, რომ როგორ შეიძლება რომ ადამიანები ერთ დროს არ გადიოდნენ გარეთ, ხო? ანუ ერთ დროს არ იწყებოდეს ყველაფერი. საქართველოს რეალობა არის ასეთი. პრაქტიკულად ყველაფერი იწყება ერთ დროს. სკოლა, ბანკი, რაღაცა და ყველა გავდივართ ერთად, ხო? აი ამის დიფერენცირებაზეც შეიძლება საუბარი. ასევე ის რომ აი რატომ ამბობ რომ გაცდათ ხო ქალაქის მუნიციპალიტეტის საკითხებს, იმიტომ რომ მაგალითად სახელმწიფო დაწესებულებები არ უნდა იყოს ყველა თავმოყრილი ქალაქის ცენტრში. უნდა იყოს ადვილად მისასვლელი, უნდა იყოს პარკირების საშუალება და ეს ძირითადად უნდა იყოს ქალაქ გარეთ. ეს ტენდენცია არის ევროპულ ქალაქებში, გადადის ეს დაწესებულებები და მიზიდულობის კერები ქალაქის ცენტრიდან გარეთ და ქალაქის ცენტრი ეთმობა ტურიზმს. ასეთია ეს თანამედროვე ქალაქების მოწყობა. ჩვენ რეალობაში ესეც არ არის და აი რომ ამბობდი კვლევაში იყო საინტერესო ის რომ დგინდებოდა და ვადგენდით პროფესიებს რომელიც შეიძლება მუშაობდეს დისტანცირებულად და საერთოდ არ საჭიროებდეს დაუშვათ A და B პუნქტში მოძრაობას და ასეთ პროფესიებზე ხალხი შეეგუებოდა თუ არა პოლონელები მაგალითად ესეთ კვლევა ჩატარდა უნდა შედგეს პროფესიების სია რომ ესე ვთქვათ სახლიდანაც შეეძლებათ მუშაობა ამას აქვს პლუსი და პანდემიის პერიოდი იყო გამოყენებული იმიტომ პანდემიის პერიოდში თუ რამე ამოისუნთქა გარემო ნამდვილად ამოისუნთქა მაგრამ აქვს თავის მინუსებიც, ჰიპოდინამიკა ეს ძირითადად ანუ ადამიანი როდესაც ნაკლებს მოძრაობს და ეს კიდე სხვაგვარ პრობლემებს აჩენს. ასე რომ არის გარკვეული მიმართულებები, როგორ შემცირდეს მობილობა, ინტენსივობა და თავარი ნუ იცით რა არის, ყველაფერს ჭირდება ფინანსები. რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ იგივე ფონდებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ისევე როგორც გერმანიის თავრობა უნდა გაგვიწიონ დახმარება მით უმეტეს ამ ევროინტეგრაციის გზაზე. იმედი გამოვთქვათ, რომ ასეც იქნება და აი ბოლოს სხვა ქვეყნების მაგალითზე ვისაუბრეთ აი ამ smart სისტემაზე, მაგრამ გარდა მაგისა, ანუ დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ქვეყნებში გაცილებით მეტი ავტომობილი მოძრაობს ალბათ კიდევ ვიდრე თბილისში და ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ხო, მასშტაბებით დიდია. აი როგორ რეგულირდება? იქაც არის მსგავსი პრობლემა. აი, თუ არის ხოლმე კამათი, ან ფოტო რო დაიდება საცობის, ან ვიდეო, ქვევით წერიათ, რომ მხოლოდ თბილისში ხდება ესე, ან არის მეორე ჯგუფი ადამიანების, ვინც ამბობს, რომ ქალაქში ცხოვრება თუ გვინდა, ესეც ჩვენი ცხოვრების განმყოფელი ნაწილია. ჩვენი ცხოვრების ნაწილი შეიძლება იყოს მაღალი ინტენსივობა ან რაღაც, მაგრამ არა გაუარესებული ხარისხი ცხოვრების, ხო? ანუ მე ერთხელ იმასაც უსმინე, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსი ამბობდა, რომ თუ სიმწვენე გინდათ, გადით ქალაქიდან და ანუ როგორ ახლა ვენაში ამდენი პარკი ცუდია ან სადმე, ხო? ანუ რანაირი ლაპარაკია, ხო? არასწორია ეგ. იმიტომ რომ კი, ქალაქს თავის ხმაური აქვს, ქალაქს თავის ცხოვრების რითმი აქვს, ქალაქს თავისი სტანდარტი აქვს ცხოვრების, რომელიც მეტ დაძაბულობას
მოითხოვს გინდა თუ არ გინდა, მაგრამ იგივე თანამედროვე ქალაქების შემთხვევაში ავტომობილი შეიძლება მეტი იყოს რომელიმე კონკრეტულ ქალაქში, მაგრამ ასეთი ამბავი არ იყოს. რატომ? იმიტომ რომ ქაოტური არ არის ეს ყველაფერი. იქ არის ჩვენ რო ვთქვით, აი საავტომობილო ნაკადების მართვა ნიშნავს იმას, რომ ყველა არის რაღაცა, ასე ვთქვათ, სისტემაში ჩართული და იცავენ კანონს. ჩვენ ხშირად ვარღვევთ ხო, ეხლა მაგალითად გახარ რიგში ელოდები შენი რიგი როდის მო გამოვარდება ვიღაც ჩაგიჭრის, ჩაგიდგება, ეს ხო არ განმუხტავს საცობს, ხო პირიქით ხო უფრო მეტად ართულებს. მე ვიტყოდი რომ საავტომობილო ნაკადების მართვა ეხლა არის ყველაზე გადამწყვეტი მომენტი, რომ ბევრი ავტომობილი კი არ იყოს პრობლემა, ბევრი ავტომობილი კი არ არის იმდენად პრობლემა, რამდენადაც პრობლემა არის მათი მართვა. და დღეს მათი მართვა არ შეესაბამება იმ თანამედროვე სტანდარტებს, ეს იციან მერიაშიც, ეს იციან ყველგან. ეს იცის გერმანიის მთავრობამაც, რომელმაც შესაბამის დახმარება რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გამოყო. ასე რომ ჩვენც რაღაცერად ყველა უნდა ვეცადოთ, ხო, იგივე 500 მეტრი თუ არის გასავლელი რაღაცა, ცოტა ფეხით მოძრაობის კულტურა ნაკლები არის, ხო, ეხლა რეალურად ვიცით, რომ ეს 100 არის. საზოგადოებრივი ტრანსპორტსაც სჭირდება ეხლა დახმარება, ამიტომ გარკვეული დრო დაგჭირდება მთლიანად ქალაქს, რომ დაიგეგმოს smart cities კონცეფციები ამოსავალი წერტილი მინდა გითხრათ. იგივე მე კატოვიცაში ვნახე ეს პოლონეთის შემთხვევაში, როგორ არის დანერგილი სისტემა და კი, შეიძლება ბევრი ავტომობილი იყოს, მაგრამ ყველა ბედნიერად უსაფრთხოდ პირველ რიგში მოძრაობა სჭირდება, უსაფრთხოება, უსაფრთხოდ გადაადგილდება. დიდი მადლობა დაცო, ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის. გამომისუნთქებ. ნამდვილად. გარკვეული პერიოდის შემდეგ. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. შევახსენოთ მაყურებელს დავით მესხიშვილი, Green Light Consulting-ის დამფუძნებელი, სტუმრობდა დილის პალიტრას და ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენს მაყურებელს აწუხებს. ჩვენ ცოტა ნაკლებად, იმიტომ რომ აი დილით მუშაობას ეს პლუსი აქვს, რომ თავისუფლად მოდიხარ სასწაულში წეწ, რა თქმა უნდა, არ არის ამომავალი წერტილი. დიდი მადლობა უნდა გითხრათ, რომ გვიყურებდით. ხვალამდე გემშვიდობებათ. ბედნიერ დღეს გისურვებთ.